გინდა რომ ამ კითხვის ავტორის მსგავსად ასაგის მატებასთან ერთად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდე. მაშინ ამ საკვების კატეგორია, რაც შეიძლება მალე უნდა ამოიღო შენი რაციონიდან. დაბერების ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი არის არც მეტი არც ნაკლები, დამატებული შაქრები და მცენარის თესლისგან დამზადებული ზეთები. ის იწვევს ანთებას, აზიანებს კანს, არღვევს კოლაგენს და აჩქარებს ნაოჭების გაჩენას. არა მხოლოდ სუფრის შაქარი, არამედ გრანოლას ბარები, соусები, იოგურტებიც კი ხშირად შაქრით არის გატენილი. მცენარის თესლისგან დამზადებული ზეთები დიდარია ომეგა-6-ით და არა ომეგა-3-ით, რაც არის ჯანსაღი ცხიმები. თუ ომეგა-6 ჭარბად მიიღებ, ეს გამოიწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კანის დაბერებაში, ნაოჭების გაჩენაში და იმუნიტეტის დაქვეითებაში. ეს ზეთები ძალიან მყიფეა მაღალი ტემპერატურის მიმართ. როდესაც თესლეულის ზეთში წვავ საკვებს, ან მასში საკვები ინახება დიდი ხნით, წარმოიქმნება ტრანსცხიმები და თავისუფალი რადიკალები. ეს ნივთიერებები კი პირდაპირ აზიანებს კანის უჯრედებს და აჩქარებს დაბერებას შიგნიდან. მცენარის თესლისგან დამზადებული ზეთები გამოიყენება соусებში, ჩიპსებში, ბურგერებში და თითქმის ყველა ნახევარფაბრიკატში. მაშინაც კი, როცა გონია რომ არაჯანსაღს არ ჭამ, შეიძლება ორგანიზმი იღებდეს ანთებით ცხიმებს ყოველდღიურად. და ახლა კარგი ამბავი. არსებობს საკვები, რომლებიც ებრძვიან დაბერებას. მაგალითად, მოცვი ანტიოქსიდანტების ბომბაა. ავოკადო კანს უნარჩუნებს ელასტიურობას. ნუში ხელს უწყობს კანის აღდგენას და რაც მთავარია წყალი. კანის ახალგაზრდობა იწყება სითხისგან. დაბერების პროცესი ბუნებრივი მოვლენაა და შენ ვერ შეაჩერებ. მაგრამ შენ შეგიძლია რომ ეს პროცესი შეანელო. შენი გარეგნობა იწყება არა კოსმეტიკით, არამედ იმით, რაც ჭამ ყოველდღიურად. თუ გსურს დაიკლო ტონაში ჯანსაღად და ჩაეწერო ჩემთან კონსულტაციაზე, დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება.